1946 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო ფარმაცევტული ინსტიტუტი. ამის შემდეგ დავიწყე მუშაობა ფარმაცევტული ფაკულტეტის ტექნოლოგიის კათედრაზე. ერთი წლის შემდეგ გამოცხადდა ასპირანტურა თბილისის სამეცნიერო-კვლევით ქიმიო-ფარმაცევტულ ინსტიტუტში ფარმაკოქიმიის დარგით და მივიღე კონკურსში მონაწილეობა. ესე იგი 1958 წლიდან 1951 წლამდე გახდით სამეცნიერო-კვლევით ქიმიო-ფარმაცევტულ ინსტიტუტის ასპირანტი. დამთავრე ასპირანტურა დავიცავი სადისეთ საკანდიდატო დისერტაცია და მუშაობა განმაგრძე ისევ ამ ინსტიტუტში. ჩავერთე ინსტიტუტში მუშაობაში, მუშაობდი იმ თემატიკაზე, რომელიც ჰქონდა ინსტიტუტს, მეტად სასიამოვნო და ძალიან მნიშვნელოვანი თემატიკა, ბუნებრივი რესურსების შესწავლა და სამკურნალო პრეპარატების შექმნა. 1900 გავიარე ყველა საფეხური ასპირანტურის შემდეგ მეცნიერ მუშაკი, უმცროსი, უფროსი, მე 1960 წელს ჩამოვაყალიბე ფიტოქიმიის განყოფილება, რომელიც მუშაობდა ყველა ცალკეულ ქიმიურ კლასის შენერთებზე, ბიოლოგიურ დაქტილურ ნივთებზე. ეს იყო ფაქტობრივად ახალი მიმართულება საქართველოში დაარსდა ცალკეული ქიმიურ კლასის ნივთიერებების ქიმიური შესწავლა. ამან მიფსობრივად ახალ საფეხურზე აიყვანა ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი. 1958 წლიდან 63 წლამდე პერიოდულად ვასრულებდი ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობას, ვინაიდან ჩვენი დირექტორი ხშირ შემთხვევაში ავადმყოფობდა. 1963 წლის 13-15 დეკემბერს გარდაიცვალა ჩვენი ინსტიტუტის დირექტორი ქუთათელაძე და ინსტიტუტის დირექტორი დაინიშნა მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტი ბიოქიმიკოსი ვლადიმერ ასათიანი. ვლადიმერ ასათიანი გახდა დირექტორი და მე გავხდით სამეცნიერო ნაწილში დირექტორის მოადგილე. 1972 წელს, როდესაც ასათიანი გარდაიცვალა, მე დამავალეს ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შესრულება. 1972 წლიდან ვიდრე 2005 წლამდე ვასრულებდი 34 წლის განმავლობაში გახდით ინსტიტუტის დირექტორი. ამავე დროს ვასრულებდი სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ფიტოქიმიის განყოფილებაში. ფიტოქიმიის განყოფილება დაიშალა 2006 წელს და ამის შემდეგ გაგრძელდა მუშაობა და მე მოენიჭა სტეროიდულ ნივთიერებათა ლაბორატორიის ხელმძღვანელის თანამდებობა მუშაობ ამ თანამდებობას. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა. მე მაყოფილი გახლავართ იმის, რომ რომელსაც საშუალება მემუშავა ისეთ დარგში, რომელიც ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია. ეს არის ბიოლოგიურ მცენარეულ ნივთიერებათა შესწავლა, მათი ღრმა ქიმიური გამოკვლევა და ყოველმხრივი ფუნდამენტური გამოკვლევების საფუძველზე სამკურნალო პრეპარატების შექმნა. ამ პერიოდში შეიქმნა საკმაოდ მრავალი პრეპარატები, 24 პრეპარატი გახლავთ ჩემ თანამშრომელთან ერთად შექმნილი. ამ მოკვლევების საპარალელურად მუშაობდი ახალგაზრდა მეცნიერ მუშაკთა თანამშრომლობის აღზრდაზე და ჩემი მუშაობა ხელმძღვანელობით შექმნა დაცულია დაახლოებით 40-მდე საკანდიდატო სადოქტორო დისერტაცია. და ეს შეიქმნა ფიტოქიმიკოსთა მძლავრი სკოლა, რომლებიც ახალს მუშაობენ სხვადასხვა დარგში მეტად აქტიურად. ამ პერიოდის განმავლობაში ინსტიტუტში ვინაიდან იყო მრავალპროფილიანი ინსტიტუტი სამკურნალო პრეპარატების შექმნასთან დაკავშირებით ყველა მეცნიერული სამუშაოს ჩვენ ვაძლიერებდა. ეს იყო ტექნოლოგია, ანალიზი, ალკალოიდები, ბიოლოგიური დაქტილური ნივთიერებათა შესწავლა, ფარმაკოლოგიური გამოკვლევა და ამ პერიოდის განმავლობაში თან პარალელურად იზრდებოდა მეცნიერული კადრი. ამ 1965-2005 წლამდე ინსტიტუტში დაცული იქნა 82 საკანდიდატო სადოქტორო დისერტაცია სხვადასხვა დარგებში, რომლებიც ყველა ემსახურებოდნენ ამ ბუნებრივ ნივთიერებათა შესწავლას და სამკურნალო პრეპარატების შექმნას. ვფიქრობ, რომ საკმაოდ ძლიერი სკოლა ჩამოყალიბდა და ინსტიტუტი ავიდა საკმაოდ მაღალ დონეზე და ინსტიტუტში შექმნით კომპლექსური სისტემა სამკურნალო პრეპარატების შექმნისათვის. ეს დაკავშირებული იყო მათეორიული საკითხებთან, ეს იყო ქიმია, ტექნოლოგია, ანალიზი, ბიოლოგიური კვლევები და შემდეგ უკვე სამკურნალო პრეპარატების შექმნასთან დაკავშირებული სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა. ეს დაკავშირებული იყო არა მარტო ინსტიტუტში არ გაკეთდებოდა ყველაფერი, ჩვენ მთელ საბჭოთა კავშირის დიდ სივრცეში ვახდით სამკურნალო პრეპარატების კლინიკურ აპრობაციას სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა დაწესებულებებში და ამის საფუძველზე საუკეთესო პრეპარატები ნებადართული იყო სამკურნალო მედიცინაში გამოყენებისათვის. ინსტიტუტში შექმნილი იყო, როგორც მოგახსენებთ, ყველაფერი სისტემა და ძირითად ყურადღებას ვაქცევთ ჩვენ ინსტიტუტისათვის საჭირო მეცნიერული კვლევების ჩატარებას, რომ ხონოდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზები. შევქმნით სამკურნალო ცენტრის სასწავლებელი მინდვრები საქართველოს სხვადასხვა ბაზებში, სხვადასხვა რეგიონში, აჭარაში, აფხაზეთში, თბილისში და შირაქში. ამის ბაზები იყო ისეთ, რომ სამკურნალო პრეპარატები
უზრუნველყოფილი გახლავთ ნედლეულის ბაზით. გარდა ამისა, შევეცადეთ და გავაკეთეთ, რომ ექსპერიმენტული ბაზა ყოფილიყო ცეკნი, რომ აქვე გვეწარმოებია პრეპარატები. ექსპერიმენტულ ბაზაში ახდენით პრეპარატთა აპრობაციას, წინასწარ ტექნოლოგიის დახვეწას და შემდეგ მათ გამოშვებას კლინიკური აპრობაციისა და ფართო გამოყენებას. ამგვარად ინსტიტუტში შეიქმნა მთელი სისტემა, დაწყებული ბიოლოგიური აქტივობების ძიებიდან დამთავრებული მათ გამოშვებამდე. ასე რომ ფაქტორულ ქიმიურ ინსტიტუტი ესეთი სისტემა გახდა, სადაც მოცული იყო თითქმის ყველა საკითხები, რაც შეეხებოდა აქტივობების შესწავლას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი დასაკრძელებელია, იმიტომ რომ საქართველოს მეტად მდიდარია ბუნებრივი ნედლეულით, მდიდარია მინერალური ნედლეულით და ჩვენი მრავალფეროვანი ფროლა კიდევ განუსაზღვრელ პერსპექტივას იძლევა ბიოაქტიურ ხდებათა მოძიებისათვის და აქ მას შესაბამისად სამკურნალო პრეპარატების შექმნისათვის. ვფიქრობ, რომ სახელმწიფოსათვის ჩვენთვის ეს გაგრძელება საჭიროებს და ჩვენი მეცნიერული კადრი და ჩვენი არსებული ჯერ კიდევ პოტენციალი გამოყენებული უნდა იქნეს იმისათვის, რომ შესწავლილი იქნეს საქართველოს მცენარეული ნივთიერებები და ჩაყენებული იქნეს ისინი პრეპარატი იქნეს ხალხის სამსახურში. ეხლა ვფიქრობ, რომ ჩვენი გამოყენება მეცნიერულ პოტენციალის არსებული ჯერ კიდევ ტექნიკური პოტენციალის ამ დიდი ბუნებრივი ნედლეულის იმისათვის, რომ შევქმნათ პრეპარატები ხელმისაწვდომი, ეფექტური, უნებელი ხალხისათვის მეტად დიდი სახელმწიფოებრივი საქმე, ეროვნული საქმე და ამას ვფიქრობ, რომ ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი გაუძღება და გააკეთებს სამსახურს. დიდი მადლობა.